ცოტა მოვშოთ. აი ზომ რა მაგარი თევზია. აიმე. აი რითი ვიჭერ. ესეთი ანიმაციით გამოგხოს. მოგესალმებით, დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი, ახალი ჯოხით, ახალი კოჭით, ახალი მოწყობილობებით და ასე შემდეგ და დავბრუნდი ისევ იმ ტბაზე, სადაც წინაზე ვიყავით მოსულები, რა თქმა უნდა, შედეგის გასაუმჯობესებლად. დღეს მეორე და ვარ უკვე სათევზაოდ, ერთ ადგილას ვიყავი, ანუ ის ტბა 300 მეტრით მაღლა არის ამ ტბაზე და იქ ჯერ კიდე თოვლი იყო, ალაგ-ალაგ და ცივა, ხედავთ წინ. თოვლიანი ადგილები. და თევზიც ძალიან პასიური იყო. 5-6 თევზი იყო, ქორჭილა პატარა ძირითადად ქვირითიანები, ანუ იქ ჯერ არ დაუწყიათ ქვირითობა, ასე ვთქვათ. და გადავწყვიტე რომ აქ დავბრუნებულიყავი და ნახოთ რა იქნება დღეს და როგორი შედეგი გვექნება. და ნელ-ნელა ახლა ჯოხსაც გაგაცნობთ. მოკლედ ჯოხი, რომლითაც დღეს ვარ მოსული, არის აი ეს არის ფირმა კიუინგის ტეტონი 174 სანტიმეტრიანი იდეაში კალმახის ჯოხი. დავითრიე ასევე დაივას ფუეგო 1000-იანი და დახვეული მაქვს წნული მიფაინის Devil's Wire 0.04 მმ. ძალიან თხელი არის და ფლორად შესაბამისად ძალიან თხელი გვეყენია. მაქვს წამოღებული თან ჩემს მიერ გაკეთებული მარმიშკა 0.2 გრამიანი. ნუ ეს ჯოხი კი 0.3-ს ისვრის ყველაზე დაბალს, მაგრამ 0.2-საც ჩემი აზრით გაუმკლავდება. და ესეთი პატარა სატყუარით ვარ მოსული. დღეს სავარაუდოდ ქორჭილები შეგვაწუხებენ, მაგრამ უფრო მშვიდობიან თევზზე ვარ მოსული და იმედი მაქვს რომ გამიმართლებს. აი ესეთი ლამაზი ჯოხი არის 50 გრამს იწონის ჯამში თუ 49-ს არ ვიცი ზუსტად არ მახსოვს რიცხვები. ნუ ძალიან ლამაზი ჯოხი არის, თვითონ კოჭაც ძალიან მჩატე არის და რა ვიცი, წყობა არის ფასტი. სამწუხაროდ ფასტი არის. მინდოდა ცოტა უფრო რბილი ჯოხი, მაგრამ მე მგონი რომ საქმეს მაინც კარგად გაართმევს თავს. ეს ყო და ესეთი მწვანე ფერის წითელი, რავი, იასამნისფერი ცოტა ფერები ვერ დავამთხვე მე მგონი, მაგრამ რა ვიცი, აქ ცოტა წითელი აქვს, აქაც წითელი აქვს და იმედია გამოდგება. მოკლედ, საღამო პერიოდი არის და გადავინაცვლოთ სათევზაოდ. Let's go. ვაი ბატონიცი. ვახართ. ვაი. ჯოხი ძალიან მაგრა გადმოსცემს ყველაფერს. აი სასწაულად მგრძნობი არის ჯოხი არის. ყველა არ იძახიან რომ გრძნობი არის ჯოხი არისო და 0.2 გრამს ისვრის ძალიან კარგად, აი კაი დისტანციაზე რა. ამ დისტანციაზე იმ ნანო ჯოხით წინაზე რო ვიყავი მოსული, იმითი ესე ვერ ვისროდი. მაგრამ კოჭას ეს არის დაივა ფუეგო. ოპა. ოჰოჰოჰო ბლანკი რა დღეშია. აი ხო ვითომ ვინ არია რა? ნახეთ აი რა არის ეს ჩემი. ეს ვინ არის ვაფშე? ვის დაიკარგე ბრატო. მაგრამ აი ბლანკი იმენა ერთ ამბავშია. უი რა გაყიდულია თან ტიპი. მაგრამ რაც შეეხება თვითონ კოჭას, აი სულა რბილი აქვს, მაგრამ ცოტა მძიმე. აი მაგას ვერ ვამუღამებ რა. თითქოს რაღაცან ვერ არის. აუ სად გადავაგდე 0.2 გრამი, ხო არ მეღადავებითო. თან აი მარტივი მოქნევით იმენა. ბიჭო სად ისვრის 0.2-ს ხო არ მეღადავები. ეს ახლა რა თქმა უნდა კოჭის დამსახურებაც არის, მაგრამ ამის მინიმალური არის 0.3 და მაქსიმალური არის 3. მაგრამ 0.2-საც სხვათაშორის ჩემი გაკეთებული მარმიშკები არის, უპრობლემოდ ისვრის. რაც შეეხება წინა ვიდეოს, ბოდიშის მოხდით, მინდა გითხრათ რომ წინა ვიდეოში ცოტა მოყვითალო ფერები ჭარბობს, იმის გამო რომ კამერაზე ISO მქონდა დაყენებული ნატივზე. ისე რომ მიუხედავად იმისა რომ გამოცდილი იუთუბერი და კამერა გაივარ და ასე შემდეგ, აპატიეთ შემიშალა. ამ ვიდეოში არ იქნება ეგეთ ყვითელი ფერები. აი შევიცვალოთ ლოკაცია. ნახეთ, ტყეში ვარდო, ტყეში.
აი 0.1 არ მაქვს წამოხებული, თორემ ვწდიდი ეს ამონებით. დღეს ემიტო წამოვედი ამ 0.2-ით, რომ წინაზე ის ნაფოტა რო დავიჭირეთ შუაშრეში. მინდა რომ იგივე გავიმეორო დღეს და ცადო ასე ვთქვათ. ოხოხოხოხოხო აი. ის დეც. ხელში მომენტალური. ბიჭო რამ ხელაზე გადაუყლაპი ამ ხერს. ისე ეს პატარა ნახე რა აქტიურია და როგორ გიჟობს. ცოტა დიდები რო იყოს უკეთესი იქნება, რა ვქნათ. მომავალ ვიდეოში კალმახსაც წავიდეთ, რა ვიცი, სხვა დღესაც მოვილი. დღეს უბრალოდ ჯოხის გატესტვა მინდოდა ძალიან. ვერ შევიკავე თავი და მეორედ კიდევ გამოვედი. ულამაზესი ჯოხი, აი ძალიან ამას მწვანე ბლანკი აქვს. ზევიდან ცოტა წითლით არის გაწყობილი. აი რაღაცა გამოედო. წითლით არის გაწყობილი, ცოტა იასამნისფერიც არის და მაკპონჩი ავაწყო წითელი იასამნისფერში კოჭაც. პატარა ქარიყლები. იგრევე მომენტალურად. კაი დაწყნარდი ხოლმე, ნუ გადაირევით. ოჰო რა გაბრაზებულია. როგორ დამაგოიმეო, როგორ გაბედეო და გამიფარჩა ხაფარლები. გაჩერი დედა. გამიწყვიტო. ძალიან თხელი წნული მაქვს და წნული გაფლურობს. აი მინა ძალიან მაგრა ისვრის. აია. აი. ძალიან უცნაურად იმაშებოდა, რა ქვია, თავს იქნევდა უსუნოთ. გაჩერდი. დგდნ. და რა თქმა უნდა. დავიჭირეთ ისევ. ოი. კაი დაწყნა. აჰა. აჯერა ცოტა პატარა. აი, ესეთი. ერთი სურათს მოვხოდა უცბად. ნახეთ რა ლამაზი თევზია ბიჭო. და სხვანაირად იბრძვის, ძალიან სხვანაირი ბრძოლა აქვს. იო, ასწორეს. ვიბრძანდით პატარა, ვიბრძანდით. აღარ შეგაწუხებთ. ჯიგარი. ეს ვინ არის? ხორჯილი. აი, კარგად, კაი ზომის კი არის. კაი ზომები არის. შეეკლიან ოხეროში. გამიყარა ხელში. ნორმალური. წითელი ფარფლებიანი და ასე შემდეგ, რომელმაც რამის მომიძრო მარმიშკა. ბიჭო, ანუ აი ძალიან მაგარი ასწორებს, როდესაც ცდილობ რომ რაღაცა კონკრეტული თევზი დაიჭირო და ის ზუსტად იმას იჭერი მე. ისესაც მოსული ხარ. ახლა კი ვიცოდით რომ ჩვენი ვაჟბატონი ქორჭილები თავს არ დაგვანებებენ და შეგვაწუხებენ და ასე შემდეგ, მაგრამ აბა სამიდი ხარ? Yes, მეორე თარაკაიზოვის. აბა არ გამიწყვიტო. თუ ძმა ხარ არ გამიწყვიტო. დანუ ბლე. კიდე გამეცა.
აი რა სრიალა თევზია ბიჭო ზადან ხელს ვერ მოკიდებ იმედი. ეხავს. მამ ნუ კაი არ დავიჭერთ, მამ კაი ზომის აი. ცოტა მოვშოთ. კაი ზომი. მეგონი კაი ზომისა წაიღო კარგად ყოველ შემთხვევაში. PB bro. Fucking PB. What the fuck? Guli telefoni. Ამას შეხედეთ. თანახე? თავი როგორი ის აქვს, ხედავ? ჭორფლიანი თუ რაღაცა. ხედავ დააკვირდით? აი ეს იმას ნიშნავს, რომ იმზადება იმისთვის. გასამრავლებლად საქვირითად, რავი, რაც გინდათ ის და რა მაგარი თევზია. აიმე. მიბზანდი ბატონო, მიბზანდი. This me again. არ გამიწყვიტო გეხოცე არ გაწყნარდი რიგით მეოთხე მიწადით ბატონო გაკვეთილი ნასწავლია მოდი ხარ ტბაზე უყურებ სად არის ზედაპირზე აქტიურობა მოდი ხარ მარმიშკით 0.2 გრამი 0.1 გრამის 0.3 გრამი ატარებ მაღალ სიხშირიანი ვიბრაციებით აი ესეთ ტაკ ძალიან დიდი შანსია იმისა რომ დაძრეს თეთრი თევზი ლეთაი თელი ხიბლი თევზაობის ის არის რომ რისერჩებს აკეთებს ზიხარ ტვინსი ბურღავ რომელი ნემსკავი რომელი მარმიშკა რომელი ის რომელი ეს და მე აკეთებ ამ ყველაფერს დაითრევს შესაბამის ჯოხს შესაბამის წნულს შესაბამის ფლუოროკარბონს და ამ შენს დაგროვილ რისერჩს და ვიდეოებს რაც უყურე და რაღაცა გამოიყენებ რეალობაში და მუშაობს ყველაზე მაგარი არის ის რომ მუშაობს უბედნიერესი ვარ დღეს აი ცუდი დღე მქონდა დილი ცუდად დაიწყო ვაფშე არაფერი ჩარტყმები არ იყო არაფერი ანუ მეორე ტბაზე რო ვიყავი და მოვედი ამ ტბაზე და ზუსტად ის თევზს დავჭირე მეოთხე მე მგონი უკვე თუ მეხუთე არ ვიცი რომლისთვისაც ამდენს წვალობდი და ძალიან საინტერესო და ძალიან მაგრად იბრძვის ქორჭილა გასაგებია ამ სულ სხვანაირი შეგრძნება აქვს ამ თევზს სანა კამერა ჩავრთე ოპა დაწყნარდი გაგა თავისუფლებ კაცი რომ გადაგრია აი ესეთი ოპა bicho გაჩერდი ვიჭერთ თეთრ თევზს მშვიდობიანს
აბა რა, ბრატ, აბა რა. ძალიან ასწორებს თო. მეთქი წითელ მატლზე გადავარ, მეთქი ძალიან უყვარს ვიცი წითელი მატლიც, მაგრამ არ უნდა წითელი. ეს კორჭილა. ეს კორჭილი უსია, აი ბიჭო. ნუ აი რითი ვიჭე. ჩემი გაკეთებული მან ვიშკით. ესეთი პატარა არის. ესეთი ანიმაციით გამოგხოს. აი ეს ჯოხი არის მაინც ფასტი წყობის ჯოხი არის, საბედნიეროდ რომ ცოტა რბილი წვერი აქვს, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ესეთი თევზაობისთვის საჭირო არის მედიუმი. მოდერატი ეგრეთ წოდებული. ფასტი უკეთებს აი ძალიან მაღალ სიხშირიან ანიმაციებს რა. ნუ ხანდახან ეგეც მოსწონს ხოლმე, მაგრამ ძირითადად აი ნელი გატარება ევასება ხოლმე, აი ზევით ქვევით, ანუ ჯოხი რა, ეს ზევით ქვევით თავს რო იქნევს. ამას ვერ გააკეთებინებ ეგრე, იმიტომ რომ ანუ სწრაფი წვერი აქვს, ასე ვთქვათ რა. ცოტა უფრო რბილი რო იყოს, უპრობლემოდ გააკეთებდა, მაგრამ ანუ დღეს ეს ჯოხი მოსწონთ. ჩვენს მშვიდობიან თევზს. ისევ თეთრი არის. აი ოპა, ისევ თეთრი იყო. და ცუდად ამოვიყვანე უბრალოდ, ჩემ ბრალი არის. ოკეი, ანუ მიუხედავთ იმისა, რომ აი თითქმის როგორი ზომისაც არის, ქორჭილა ეს უფრო სხვანაირად იბრძვის, ანუ უფრო საინტერესოდ იბრძვის, უფრო კარგად იბრძვის, უფრო ძლიერადაც კი იბრძვის და რაღაც მომენტებში რა. ფრიქციონის ხმით მიხვდებით სავარაუდოდ. რა და როგორ არ და ზომა არ არის ახლა. ძალიან გადარეული ზომა, ასე ვთქვათ რა. ანუ ბოლომდე იბრძვის. ქორჭილას რაღაცნაირი თვისება აქვს, რომ იბრძვის აი ცოტა ხანი და მერე გააჩერებს ხოლმე ბრძოლას. ანუ ძალიან მალე ნებდება, ასე ვთქვათ რა. იღლება ძალიან მალე. მე ხა ქორჭილასაც გააჩნია, მე პატარა ზომაზე მაქვს რა თქმა უნდა ლაპარაკი. კორჭილიუსი ცოტა აქტიურ სატყუარაზე. პასიურდება ნელ-ნელა ხა მზე ჩადის და თევზიც იცვლის ხასიათს. ეს შენი პასიური ქორჭილა. ისე გამჭირვა. კაცო. აუ. ნაგობია. ევატო. ეგ არის. მართალია ქორჭილა, მაგრამ it is what it is. მოკლედ აი ესეთი დღე გამოგვივიდა დღეს. რა ვიცი, ძალიან მაგრად გავერთე, ზუსტად ის თევზი ვიჭირეთ თან რამოდენიმე ერთად, ანუ მარტო ერთი არ იყო დღეს და გუშინდელი თუ არა, გუშინწინდელი შედეგი გავაუმჯობესეთ რეალურად. იმედი მაქვს, რომ თქვენ სისიამოვნეთ ჩემნაირად ამ ვიდეოთი და რა ვიცი. რა თქმა უნდა შეგახსენებთ, თუ თევზაობა გაინტერესებთ, აუცილებლად გამოიწერეთ ჩენელი. ვეცდები რომ მაქსიმალურად ვიაქტიუროთ. მოკლედ, აბა ჰე, აბა ჰო და მომავალ ჩართვამდე. კარგად.